შუადღემშვიდობის სანამ მივესალმებით ტელეკომპანია პირველი მაყურებელს. Რა თქმა უნდა, რაც ხდება ახლა ოცნების შიდა დაჯგუფებებს შორის ძალაუფლების გავლენის გადანაწილების პროცესია და მათ შორის სისტემური კორუფციის გამოვლინება. არავის მათ შორის ჩვენს მაყურებელს და ოცნების დარწმუნებული ვარ ამ ურჩევლსაც კი არავის არ აქვს ახლა ნდობა იმ ინფორმაციის, რაც კულტურის სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელდა თითქოს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მიიღო კულტურის მინისტრმა გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება. Როგორც წესი, ასეთი ტიპის გადაწყვეტილებებს წინასწარ მომზადება უძღვის წინ და უკვე გვეცოდინებოდა შერჩეული ახალი კულტურის მინისტრის შესახებ ინფორმაცია. Როგორც ჩანს, ეს არის სპონტანურად მიღებული გადაწყვეტილება ერთი ადამიანის ზარის საფუძველზე და ამას რა თქმა უნდა წინ უძღოდა ის კითხვისნიშნები, რაც რუხაძის თანამდებობაზე ყოფნას და ამ თანამდებობით ბოროტად სარგებლობას ახლდა და ამასთან დაკავშირებით არაერთი ჟურნალისტური გამოძიება მათ შორის თქვენი ტელეკომპანიის მეშვეობითაც გაჟღერებულა. თინათინ რუხაძე რო იცოდეს ჩვენმა მოსახლეობამ, მათ შორის ოცნების ამომრჩეველმა წარმოადგენდა ზუსტად კობახიძე, კალაძე, მდინარაძის დაჯგუფების წარმომადგენელს და არაფერი არ არის განსაკუთრებული იმაში, რომ კითხვის ნიშნები ამ ადამიანის მიმართ შეიძლება იყოს დაგროვილი, მათ შორის ბიძინა ივანიშვილისთვის და სწორედ ის გადაწყვეტილებას, რა თქმა უნდა, უკავშირდება კულტურის მინისტრის თანამდებობიდან გადადგომა, იმიტომ რომ მინისტრების დანიშვნა გათავისუფლების გადაწყვეტილებებს ნამდვილად არ იღებს ის ადამიანი, რომელიც მთავრობის მეთაურად ყავს წარმოდგენილი ბიძინა ივანიშვილს. თქვენ აკვირდებით ალბათ, რომ ერთი ადამიანი, ერთი გულშემატკივარიც კი არ აღმოაჩნდა კულტურის მინისტრს, რომელიც იტყოდა მადლობას გადაუხდიდა ამ ადამიანს გაწეული შრომისთვის, სამსახურისთვის და ასე შემდეგ და პირდაპირ ინდიკაცია მათ შორის, რომ არაჯანსაღი პროცესები მიდიოდა კულტურის სამინისტროში, მათ შორის კორუფციასთან დაკავშირებით, მიუთითებს ის განემოვება, რომ არც ერთ მის მოადგილეს, რომელიც სავარაუდოდ მისი ნდობით აღჭურვილი პირები იყვნენ, არ დააკისრეს მოვალეობის შესრულება და ეს დაეკისრა აუდიტის სამსახურის ყოფილ ხელმძღვანელს. უფრო მეტი ინფორმაცია უახლოეს პერიოდში დარწმუნებული. ბერდია, ანუ ესეთი პროკურატურაც იყო ნახსენები, შესაძლო ძიება რამდენიმე თქვათ მიმართულებით, რომელიც მის საქმიანობას ასევე შესაძლოა უკავშირდებოდეს, ამ ყველაფერს ცხადია დასჭირდება საგამოძიებო უწყების მხრიდან დადასტურება ან უარყოფა, ცხადია არის ინტერესი ამ მიმართულებით. ანუ თქვენ არ გჯერათ ამ ვერსიით, რომელიც ჯანმრთელობის გაუარესებას უკავშირდება, კითხულობდი ახლა რამდენიმე შეფასებას, ერთ-ერთი ანალიტიკოსი ამბობდა, რომ ეს საბჭოთა პრაქტიკაა და თქვათ რაღაცა მოძებნილი ფორმა იმისთვის, რომ ნამდვილი მიზეზები დაიმალოს. ეთანხმებით ამ მოსაზრებას და რა კითხვები შეიძლება არსებობდეს კონკრეტულად რუხაძის მისამართით, რომელსაც ბევრ საკითხზე აკრიტიკებენ, ხო, ჩვენი ვიცით, იქ თეატრში განვითარებული მოვლენების სხვადასხვა მიმართულებით არსებული კითხვები, მაგრამ როგორც ჩანს, ეს არ იქნებოდა მნიშვნელოვანი მიზეზი ოცნებისთვის, იმიტომ რომ რაღაც სხვა საკითხზე გაჩნდა, ასე ვთქვათ, ინტერესი, ხო? მას შემდეგ რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ შესაძლოა პროკურატურაში იმყოფებოდა რუხაძე. რა იცით ამის შესახებ? მე არ ვიცი პროკურატურაში იმყოფებოდა თუ არა, თუმცა კორუფციასთან დაკავშირებით, თინათინ რუხაძის საქმიანობასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები აქტიურად ისმოდა და მათ შორის ეს მტკიცებულებების საფუძველზე მოპოვებული ინფორმაცია, რომელიც საჯარო ვრცელდებოდა მათ შორის ტელეკომპანიების და ჟურნალისტური გამოძიებების მიხედვით, ეს არის დადასტურებული ფაქტი და მათ შორის მისი ინტერესები კონკრეტულ პროექტებთან თუ ტენდერებთან თუ კონკურსებთან დაკავშირებით, რაზეც ღიად საუბრობდნენ და ამ ადამიანსაც არ უარყვია თავის ყოფილ კომპანიასთან კავშირები კულტურის სამინისტროსთან. კონკრეტულ შემთხვევაში, რაც თქვენ ბრძანეთ ჯანმრთელობის მდგომარეობის მომიზეზება გადადგომისთვის, ჩვენ სხვა შემთხვევებშიც გვინახავთ, მაგალითად ირაკლი შოთაძე, როდესაც გენერალური პროკურორის თანამდებობიდან გადადგა, იქაც კონკრეტულ შემთხვევაში დასახელებული იყო ჯანმრთელობის მდგომარეობა მიზეზად. ეს რომ ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე გადადგომა ყოფილიყო, ჩვენ აუცილებლად გვექნებოდა მომზადებული პოზიცია ოცნების ხელისუფლების ახალი მინისტრის წარმოდგენით ხდება წინას გაცილება, ესეთი დამკვიდრებული პრაქტიკაა, რაც არ გვინახავს, არც ერთ მის მოადგილეს არ დაკისრებია მოვალეობის შესრულება მინისტრის არყოფნის პირობებში, გადადგომის პირობებში, რაც პირდაპირ მიუთითებს, რომ რაღაც სწრაფად განვითარებული პროცესია და სპონტანურად მიღებული გადაწყვეტილებაა მისი მინისტრობიდან გადადგომის შესახებ.
ანუ ეს ღიად იკითხება, ხო? სხვა შემთხვევაში მინიმუმ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო თუ დგები, ამზადება ამ პროცესს, საზოგადოებას აჩვევა ამას, ეუბნები, რომ აი იმის გამო მივიღე ეს გადაწყვეტილება, პრემიერი ჩამოდგებოდა ბრიფინგზე, ახალი მინისტრობის კანდიდატს დაასახელებდა დღეს, ამ წუთის მდგომარეობითაც დარწმუნებული ვარ, შერჩეული ჯერჯერობით არ ყავთ ამასთან დაკავშირებით ალბათ კონსულტაციები. ხო, გარდა ამისა, პირველ მოადგილედ ინიშნება პირი, რომელიც შიდა მონიტორინგს და ფინანსებს კურირებდა და თავისთავად ესეც შესაძლოა იყოს კითხვის ნიშნების შემცველი, ხომ? ისევ და ისევ თქვენთვის, ხელისუფლების ოპონენტებისთვის. რა თქმა უნდა. რაც თინათინ რუხაძის მინისტრობიდან მე არ ვიცი საერთოდ რამე დარჩა თუ არა, ერთი გულშემატკივარი, რასაც ვამბობ არ აღმოაჩნდა ამ ადამიანს, რა ძალიან მარტივი მიზეზის გამო. ყველაზე უსახური პოლიტიკური ფიგურა იყო ამ მთავრობაში, რომელმაც იმოღვაწევა ბრჭყალებში მინისტრობა გასწია იმ პერიოდში, როდესაც არნახული ტერორის ქვეშ მოაქცია ოცნების ხელისუფლებამ კულტურის მუშაკები, თეატრები, მსახიობები, ციხეში ყავს დამწყდეული, სრულიად უდანაშაულო და მტკიცებულებების გარეშე მწერლები, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ფაქტობრივად რეპრესიულ ტერორში აღშობს განსხვავებულ აზრს და თავისუფალ შემოქმედებას და ამ პირობებში ამ ადამიანის ამოღებული ერთი ხმა არ გაუგია და ერთი თანადგომა და თანაგზნობა არ გამოუხატავს არც ერთი ამ ადამიანის მიმართ და არც ერთი კულტურის სფეროს ასეთი წარმომადგენლის მიმართ. ამიტომ არავის არ შესტკივა ბუნებრივია გული ამ სფეროში. ერთადერთი ეს ადამიანი, რასაც ემსახურებოდა, ეს ემსახურებდა პარტიას, ოცნებას და მის პერსონალურ ინტერესებს. და როდესაც უკვე აღარ დაშირდება სისტემას ეს მხევალი, რომელიც უკვე კარგად გამოიყენეს ამ წლების განმავლობაში, მე ესე მოისვრიან ხოლმე და საჯიჯგნად ბრჭყალებში მიუგდებენ ხოლმე თავიანთ აქტივისტებს და ტროლბოტებს, რომლებიც მრავლად გამოჩნდნენ უკვე გუშინდელი დღიდან, როგორ აკრიტიკებენ თურმე კულტურის მინისტრის მოღვაწეობას, რომელიც მანამდე პატრიარქის დაკრძალვისთვის მადლობას უხდიდნენ, თქვენ გინახავთ, ხო? ის სხვადასხვა შეფასებები ოცნების წარმომადგენლების მხრიდან. ამიტომ ეხლა რა შეფასებებსაც ოცნების წარმომადგენლები, მათ შორის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე აკეთებს, ბუნებრივია არის ღიმლის მომხრელი ძალიან მარტივი მიზეზის გამო. კულტურის კომიტეტის თავმჯდომარეს დარწმუნებული ვარ, წარმოდგენა არ აქვს რის გამო ან დაინიშნა კულტურის მინისტრად რუხაძე, ან რა საქმიანობდა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში და ან რატომ გააგდეს ახლა თანამდებობიდან. იმიტომ რომ ამ ადამიანებს ხო არავინ არაფერს არ ეკითხება, ვიწრო ჯგუფია, რომელიც გადაწყვეტილებებს იღებს. კომიტეტის თავმჯდომარეს ახლა დარწმუნებული ვარ, არავინ არ კითხავს კულტურის სფეროში პოლიტიკის გატარებას, ისევ როგორც არც რუხაძეს არ ეკითხებოდა, არავინ. ყველანი ესენი არიან ერთი დიდი რგოლის, დიდი ჯაჭვის პატარა რგოლები, რომლებიც კონკრეტული ჭანჭიკების ფუნქციებს ასრულებენ მთელი უზარმაზარ სისტემაში, რომელიც ოცნებას აქვს აწყობილი. ეს არის არაჯანსაღი პროცესი, კიდევ უფრო გაიზრდება ესეთი ტიპის პროცესები და შიდა დაპირისპირებები. ეხლა ბოლო-ბოლო ღარიბაშვილი გააგდეს და ციხეში ჩასვეს და ლილუაშვილი და თავდაცვის მინისტრი და ეხლა თინა რუხაძე არ არის კალიბრაჟის ადამიანი, რომ ის დაინდონ რაღაცა ფორმით აი ამ კლანური გარჩევების და შიდა დაპირისპირების ფონზე. შეიძლება რუხაძეს კორუფციული დანაშაულისთვისაც წაუყენონ ბრალი, არც ის არის გამორიცხული. თქვენ ახლა ზარზე იმით გააცილეს ღარიბაშვილი პარტიიდან, პრემიერობიდან პარტიის თავმჯდომარედ, მე პარტიის თავმჯდომარეობიდან საერთოდ ისე გადადგა ადამიანი, რომ კაცშულს არაფერი არ უთქვამს მისთვის, არც გაუცილებია და ბოლოს აღმოჩნდა საპატიმრო დაწესებულებაში, ამიტომ დადგენილი ესე პრაქტიკაა, რომ ესე უწევთ ამ თანამდებობის პირებს, ოცნების ყოფილ თანამდებობის პირებს, რომლებიც კორუფციულ გავლენებში არიან გადაზრდილები ოცნების ხელისუფლებას, როდესაც აღარ დაშირდება ოცნების ხელისუფლებას ივანიშვილს, ვიღაცა მას დაასმენს, ვიღაცას თვალში არ მოეწონება, ზუსტად იმბედს გაიზიარებს, რაბედიც გაუზიარებია ჯუანშირ ბუჭულაძის იქნება, რუხაძეს თუ ღარიბაშვილს თუ ლილუაშვილს და ასე შემდეგ. ამიტომ რაც უფრო მე ამას ყვები, რაც უფრო შედის ავტოკრატიული სისტემის დამხარების პროცესში ივანიშვილი, მით უფრო შიდა გამოწვევებთან მოუწევს მას გამკლავება, იმიტომ რომ ავტოკრატიის ბოლოს წინა სტადია ყოველთვის არის შიდა მტრების ძიება, შიდა მტრების განადგურება, გასანადგურებელი შენი აღქმებში რომ აღარ გრჩება უკვე არც ოპონენტები, არც პოლიტიკური კლასი, რეპრესიებში აღჭობ ყველას, ტერორში აღჭობ განსხვავებული აზრის გამო დევნი, იმიგრაციაში ყავს გაქცეული ადამიანები, პოლიტიკას, მედიას, ყველას აღჭობ, რა ვიცი, პოლიტიკური პატიმრები ყავს, მე რა რჩება გამოწვევა, რომ შიდა ინტრიგებით დაკავდე და შიდა გუნდის განადგურების პროცესი დაიწყო და ეს ყოველთვის არის ხოლმე შიდა გუნდის რღვევის პროცესი, ყოველთვის არის ხოლმე წინაპირობა იმისი, რომ დაიშალოს ის მონოლითური სხეული, რომელსაც გვთავაზობს თითქოს ეს ავტოკრატია შედგა და ჩამოაყალიბა.
ამის პირდაპირ ნიშნები შეიძლება დღეს და ხვალ არ იყოს, მაგრამ ეს არის გარდაუვალი პრაქტიკა, რომელსაც გადის ყველა ავტოკრატია, ყველას გაუვლია და დასასრული ყველასთვის აუცილებლად არის ერთი და იგივე, ძალიან მძიმე, იმიტომ რომ რეჟიმის დემონტაჟი ყოველთვის გარდაუვალი პროცესია, იმიტომ რომ წარმოუდგენელია ახლა 21 საუკუნეში, სადაც სიტყვის და აზრის გამოხატვის თავისუფლების სხვადასხვა ინსტრუმენტი არსებობს, ამ აზრის ჩახშობას შეეცადო შენ რაღაცა მე-20 საუკუნის პირველი ნახევრის მეთოდებით, როგორც ახლა ივანიშვილი ამას გვთავაზობს ჩვენ. ბერდია, ერთ საკითხზე დაგისვამთ კითხვას და შემდეგ დაგემშვიდობებით პასუხების მიღების შემდეგ ეს შეეხება ოპოზიციაში მიმდინარე შესაძლო პროცესს ან მოლოდინს, რომელიც შეიძლება არსებობდეს. ანუ მე ვგულისხმობ არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხს, თქვენ იცით, რომ ამაზე არაერთი პოლიტიკოსი გამოთქვამს თავის მოსაზრებას, მათ შორის არის ასევე ვიქტორ ყიფიანის აზრი, რომ უნდა იყოს საუბარი არა არჩევნებში მონაწილეობა არ მონაწილეობაზე, არამედ როგორი არჩევნები იქნება ეს და ამ საკითხის ირგვლივ კონსოლიდაცია როგორი მნიშვნელოვანია. ასევე ჩვენ ვნახეთ თავის დროზე ელენე ხოშტარიას გამოხმაურება ამ საკითხთან დაკავშირებით. გითხარით თქვენი პოლიტიკური ჯგუფის მოსაზრება, რა პროცესი შეიძლება ნახოს საზოგადოებამ, თქვენ როგორ უყურებთ ამ საკითხს, იმიტომ რომ გარკვეული მოლოდინი არის, რომ შესაძლოა რაღაც ჯგუფი ნახოს საზოგადოებამ, რომელიც ამ თემას დაუთმობს გარკვეულ დროს, მასე იმსჯელებს და რაღაც გარკვეულ დაწვრთნებს შესთავაზებს საზოგადოებას. რას ფიქრობთ ამ თემაზე და თქვენი გუნდის მზაობა როგორია ამასთან დაკავშირებით? თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები არის ფუნდამენტური უფლება, მათ შორის კონსტიტუციური ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების და ამაზე მე მგონი საზოგადოებრივი კონსენსუსი არსებობს, რომ თავისუფალი არჩევნები გვჭირდება. რაც შეეხება ახლა ამ მიზნების გარშემო გაერთიანებას, ასეთი ტიპის რეპლიკები ახლა უამრავი უნახავს ასეთი ტიპის სერიები ჩვენს მოქალაქეებს და სიმართლე გითხრათ, ალბათ უფრო დაღლილი არიან ამ თემით, ვიდრე კონკრეტულ შემთხვევაში, იმიტომ რომ შედეგამდე არასდროს არ მისულა ეს საკითხი. თუ ამ ადამიანებს აქვთ კონკრეტული ხედვა, მათ შორის შესაძლებლობა, რომ ეს მოახერხონ, რომ აიძულონ ივანიშვილი, რომ თავისუფალი და სამართლიანი გარემო უზრუნველყონ არჩევნებისთვის, ხოლო წარმატებებს უსურებ ამ ადამიანებს, თუმცა კონკრეტული მოთხოვნა, რომ თავისუფალი და სამართლიანი გარემო იქნეს არჩევნებისთვის უზრუნველყოფილი, ეს რა თქმა უნდა საერთო მიზანია, საერთო საზოგადოებრივი ამოცანა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის და ამასთან დაკავშირებით, რავი, შეთანხმება, მე მგონი, შეთანხმებაზე საუბარი ზედმეტია, იმიტომ რომ ყველანი შეთანხმებული ვართ ამაზე, იმიტომ რომ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გარეშე, რა თქმა უნდა, ნორმალური საზოგადოებრივი ლეგიტიმური ხელისუფლება არ მიიღება ქვეყანაში. თუ აქვთ ადამიანებს რესურსი, რომ ასეთი ტიპის მოძრაობა შექმნან, რის გარშემოც გააერთიანებენ და აკონსოლიდირებენ პოლიტიკურ ძალებს, წარმატებებს უსურვებ ამ ადამიანებს, უბრალოდ ეს არ უნდა გადაიზარდოს კიდევ ერთ იმედგაცრუებაში, რომელიც უამრავჯერ უნახავს ჩვენს მოქალაქეებს და კიდევ უფრო დაუზიანებია მერე ამას კონკრეტული პოლიტიკური პროცესები, მხოლოდ წარმატება შემიძლია უსურო ამ ადამიანებს, თუ შეძლებენ ისინი ამ საზოგადოებრივი გაერთიანების გარშემო, ამ საზოგადოებრივი აზრის გარშემო კონსოლიდირებას თავიანთი პოლიტიკური ძალების, თავისუფალი და სამართლიანი გარემო მე არ მგონია, რომ იყოს კონკრეტულ შემთხვევაში ვინმეს რომელიმე ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლების მხრიდან არ იყოს ეს მიზანი, რომ მივაღწიოთ ამას 2028 წლის არჩევნებისთვის, მაგრამ ჩვენი პირველი ამოცანა არის, რომ არასწორი მოლოდინები არ შეუქმნათ საზოგადოებას, რომ ჩვენ მივაღწევთ აი ამ დღის მდგომარეობით იმას, რომ ვაიძულოთ ივანიშვილი ჩაატაროს თავისუფალი და სამართლიანი გარემოში არჩევნები. ჩვენ უნდა ვიყოთ მზად რისთვის. არათავისუფალ, არასამართლიან გარემოშიც კი მზაობა უნდა გქონდეს იმისი, კონკრეტული არ ვიცი, რომ აი ამ არჩევნებშიც კი ისეთი სოლიდური უპირატესობა მივიღოთ, რომ გაყალბების მექანიზმებითაც კი ვერ შეძლოს ივანიშვილმა არჩევნების მიტაცება. ეს უნდა იყოს ჩვენი ამოცანა, რომ ყველა სცენარისთვის ვიყოთ მზად. კი, ამოცანა გასაგებია, მაგრამ მიღწევის გზები აი ორი აზრი არსებობს. კი, ბერდი, ამოცანა გასაგებია მესმის სურვილების დონეზე, ეს კარგი სურვილი შესაძლოა იყოს, მაგრამ ამის მიღწევის გზები რამდენად თქვათ არსებობს ან რეალისტურია, ხო, ესეც ხო რაღაც გარკვეულ მოლოდინს წარმოშობს, რომ აი ამას უნდა მივაღწიოთ. ალბათ ამ ინიციატივ
ხო, ამ ინიციატივის ავტორებმა უფრო უნდა ისაუბრონ, რამდენად რეალისტურად არა, მე თქვენზე გეკითხებით. მე თქვენზე გეკითხებით. არჩევნებზე. მე ამ გარემოში წარმატების მიღწევის შესაძლებლობაზე, როდესაც საუბრობთ და პრინციპში თქვენი შეფასებებით ერთნაირი, ანუ თქვენც ეთანხმებით იმ მოსაზრებას, როგორია გარემო, მაგრამ თქვენ ფიქრობთ, რომ ამ პირობებშიც შესაძლებელია, რომ დიდ წარმატებას მიაღწიო და სწორედ ამაზე გეკითხებით, ისე რომ არ გაღვივდეს კიდევ უფრო მეტად ნიჰილიზმი, ეს გზა რა არის, აი მოკლედ რომ მიპასუხოთ ამაზე და შემდეგ დაგემშვიდობებით. ძალიან მარტივი გზაა, ჩვენ უნდა დავამარცხოთ ოცნების პროპაგანდა. ოცნების პროპაგანდა დგას რაზე? თითქოს ეროვნული ინტერესები, რაღაც მონოპოლიზებული აქვს ეს თემები, ეროვნული ინტერესი, სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა, თითქოს ესენი არიან რაღაც წმინდეების დამცველები ამ ქვეყანაში და ჩვენ თავარი ამოცანა არის ეს კონსოლები, რომელზეც დგას აი ეს მონოლითური სხეული ჩამოვანგრიოთ თავიდან ბოლომდე და ხიდი გზამოვძებნოთ ჩვენ ოცნების ამორჩეულთან. ჩვენ არ შეიძლება დავდგეთ ახლა და ვეძახოთ, რომ უმრავლესობა აბსოლუტურად ვართ ჩვენ და ეს საკმარისი რაოდენობა იმისთვის, რომ აი გაყალბების რეჟიმშიც კი შენი უპირატესობა დაამტკიცო და მიიღო დამაჯერებელი გამარჯვება. ჩვენ ამ ადამიანთა მისასვლელი გზები უნდა მოვძებნოთ. ჩვენ უნდა გავაშიშვლოთ თავიდან ბოლომდე ოცნების ხელისუფლება. შეიძლება ეს ვიღაცისთვის ლიტონის სიტყვებია, არაფერს არნიშნავდეს, მაგრამ თავარი არის ჩვენ ოცნების ელექტორალური რღვევა უნდა გამოვიწვიოთ და ეს ადამიანები გადმოვიბიროთ იმით, რომ აი პროპაგანდას მოუწყიტოთ და რეალური გზა დავანახოთ ცვლილებების. დიდი მადლობა ბერდია,